საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდიევან. საქართველოში რუსოფობიური განწყობების ხელოვნური პროვოცირება ერებს შორის შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანების მცდელობა. პრემიერ-მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ Deep State-ის ახალ სტრატეგიას ამხელს. ირაკლი კობახიძის თქმით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსოფობიური კამპანია არ წარმოებულა, რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებით Deep State-ის დავალებით მოხდა, თუმცა 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ადგილობრივი აგენტურის მიმართ დავალება შეიცვალა, ახლა ქვეყნის გარედან მართული პირები საქართველოში ქსენოფობიური განწყობების დანერგვას ცდილობენ. რა მიზანს ემსახურება დაკვეთილი რუსოფობიური კამპანია? საუმე გობრონიძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. საუმე გისმენთ. კაფეო იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგაც. იგივე ძალები და ისევ გარე დავალებით კვლავ ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას ცდილობენ. ირაკლი კობახიძემ Deep State-ის მიერ ორგანიზებულ საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დეტალურად და კონკრეტული ფაქტებით მიაწოდა. მთავრობის მეთაურმა საუბარი დაიწყო ნაციონალური მოძრაობისა და მათი მოკავშირეების პარადოქსულ პოლიტიკაზე, როგორ იქცა მათთვის რუსეთის საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად, არა საქართველოს, არამედ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. ირაკლი კობახიძე პარალელს ავლებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმჟამინდელი ხელისუფლების რუსეთთან დამოკიდებულებებსა და ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფი ამავე პოლიტიკური ძალების მკვეთრად შეცვლილ მიდგომებზე, რაც პრემიერის შეფასებით სწორედ გარედან მართული პროცესის ნაწილია. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც საქართველოში Deep State-ის აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს გამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო Deep State-ის პირდაპირ დავალება, რომლის მთავარი ხელწერად საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა. ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდება. შედეგად მივიღეთ Deep State-ისთვის სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა. ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30,000-მდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი 100 მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც რა თქმა უნდა Deep State-ის დავალებით მოხდა. ისევე როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნეთ, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება. თუმცა ფიქრობ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება Deep State-ის გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის შეასრულებების ფანჯარა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა. საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოხდა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული. სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად Deep State-ის მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ბაიდენის ხელისუფლებამ, ამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი.
სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ მიზინა ივანიშვილს, ქართულ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალ ჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ასე შემდეგ. პრემიერის განცხადებით, ზეწოლის ყველა ამუშედეგო მცდელობის შემდეგ ახლა გარე ძალები საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ. სწორედ ამის ნაწილია ხელოვნურად ორგანიზებული ანტირუსული კამპანიები. ირაკლი კობახიძის თქმით, გარე დავალების ფარგლებში მოქმედი შიდა ჯგუფები ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა შეიზღუდოს. რუსეთში კი შეიქმნა წარმოდგენა თითქოს საქართველოში რუსოფობიური განწყობები მძაფრდება. რისი საბოლოო მიზანი რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა, საქართველოს ეკონომიკის დაზიანება და ერებს შორის დაპირისპირების გაღვივება. სწორედ ამიტომ მთავრობის მეთაური საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამ მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მოხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის Deep State-ის ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ ახავდათ და მათ ხვდებდნენ. საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე როგორც რამდენიმე დღის წინაც აღნიშნეს, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბიცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია Deep State-ის მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს ხარს. და თუკი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას Deep State-ის დავალებით ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით გასეირნებას ჭყალებს თავაზობდნენ. Deep State-ის ახალი გეგმის თანახმად მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც საბოლოოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თითქოს რუსოფობიული განწყობების გამო ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩერეს. ამ ყველაფრის ისევე როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა, რაც ჩვენ შემთხვევაში საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის. შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ Deep State-ის დავალების შესაბამისად მათი აგენტურა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე როგორც რუსული ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა. ბუნებრივია ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ Deep State-ის დავალების შესაბამისად მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის სიზღვის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს. როგორც არ უნდა იყოს Deep State-ის გეგმა, არ უნდა დაუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის ტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებით. როგორც ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობა და მისი პოლიტიკური მხარდამჭერები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან კავშირების აღდგენას და ლოიალური პოლიტიკის წარმოებას არქივი არაერთ მასალას ინახავს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. კადრები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი და ნინო ქათამაძე რუსი მომღერლების გარემოცვაში ჩანან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაა გადაღებული. რატომ არ აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დამატებით 30,000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი ანტირუსული განწყობებისთვის საკმარისი და რატომ იქცნენ კონკრეტული ჯგუფები რუსოფობებად 2022 წელს უკრაინის ომის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად რამდენიმე პოსტს აქვეყნებს, მეორე კვირაა დუმს მისი
მისამართით არსებულ კითხვებზე. არაფერს ამბობს, რატომ გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე, რატომ ხვდებოდა ის პირადად რუს ტურისტებს ღვინით ხელში საზღვართან, ან რატომ გაუუქმა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმით სამხრივად. ამ კითხვებზე პასუხს სააკაშვილის მსგავსად თავს არიდებენ მისი პარტიის წარმომადგენლებიც. იცი რა, მიხეილ სააკაშვილს რო თხოვთ პასუხს, ეს არის იმდენად სასაცილო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების ლოიალური დამოკიდებულება და 2022 წლის შემდეგ დაწყებული რუსოფობიური კამპანია გარე დავალება და გლობალური ომის პარტიის გეგმის ნაწილია. ქართულ რეალობაში სამწუხაროდ ერთი უცნაური ფენომენი მოგვეძალა. ხმამაღლა აცხადებდე, რომ ანტირუსი აქტივისტი ხარ მაშინ, როცა 2008 წლის ომიდან მალევე რუსეთში ჩადიოდი, კონცერტებს მართავდი, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდი, ანაზღაურებასა და სხვა სარგებელს იღებდი. დღეს კი სხვებს რუსებს და პრორუსებს ეძახი, ეს ამ ფენომენისთვის დამახასიათებელი გამოხატული უტიფრობაა. უფრო მეტიც, კულტურის სფეროს გარკვეულ წარმომადგენლებს პატრიოტიზმი არც გიორგი ანწუხელიძის, არც შინდისის გმირებისა და არც ჩვენი სხვა საამაყო მებრძოლების მაგალითზე გაღვიძებიათ. თუმცა როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო და საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩაეშვა, პირველებმა დაიკავეს მეტროშის როლი და გაცხოველებულად დაიწყეს სხვებისთვის პრორუსულობის დაბრალება. ამავე დროს მათ რიგებში სათაყვანებლად სწორედ ის პოლიტიკოსები ყავთ, ვინც რუსეთიდან დღესაც და სისტემატიურად რუბლებით ფინანსდება და ვისთვისაც როგორც ჩანს ფულს სუნი არ ასდის. ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად დისკომფორტი არ შექმნიათ, ქართული სტრატეგიული ობიექტები რუსეთისთვის გაესხვისებინათ და უფრო მეტიც ხელი მოეწერათ რეზოლუციისთვის, სადაც ქართველებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ. ჩვენ მუდმივად გვიწევს აი ამ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და ეხლა ვხედავთ სწორედ ახალ კამპანიას, რომელიც სწორედ რუსოფობიის დროშით მიმდინარეობს. რა არის ამ კამპანიის მიზანი? მოხდეს უკიდურესი დაძაბვა ხალხებს შორის ურთიერთობისა, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის, ასე ვთქვათ, გარდაუვალ ნაბიჯებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ოპოზიცია, NGO სექტორი და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი აქციებს მართავდნენ. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების, ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის, რუსი ტურისტების საქართველოში არ შემოშვებისა და ფრენების აკრძალვის მოთხოვნით, თუმცა იგივე სახეები 2008 წლის შემდეგ რუსეთში სცენაზეც იდგნენ და რუს ტურისტებს საქართველოში გულითადად ხვდებოდნენ. რატომ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება მხოლოდ 2022 წლის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუწია. ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაზიანების მცდელობა დაფასებს მართალი გუნდი უცხოეთიდან მართულ იმ კამპანიასაც, რომელიც საქართველოს როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრის იმიჯის დაზიანებას ემსახურება. პრემიერ-მინისტრის თქმით, Deep State-ის ადგილობრივი აგენტურა დავალების შესაბამისად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთიდან ტურისტები საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა ცნობილ ბლოგერთან ინტერვიუში. კახა კალაძე ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებს მიმართავს და ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო და თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. დეტალებით ნინო სალუქვაძე. საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია თბილისის მერი იმ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად. კახა კალაძემ ყალბი ნარატივების გავრცელების სქემაზე ცნობილ ბლოგერ ნობელ არუსტამიანის პოდკასტში ისაუბრა. მისი განმარტებით, მიზანმიმართულად იქნება ეგრეთ წოდებული ფეიქ ანგარიშები, რომელთა ერთადერთი ამოცანა შექმნან ილუზია, თითქოს საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს საფრთხე ემუქრებათ, ან მათთვის არასასურველი გარემოა. დედაქალაქის მერმა საერთაშორისო აუდიტორიას და ტურისტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა. თბილისი და ზოგადად საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა. თუმცა ბოლო პერიოდში სამწუხაროდ უცხოეთიდან მართული ძალების მხრიდან გარკვეული გავლენების ქვეშ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო. ისინი ცდილობენ შექმნან წარმოდგენა, თითქოს ქართველები გარკვეული ეროვნების ტურისტებს ცუდად ექცევიან და მოუწოდებენ მათ საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ. სპეციალურად შექმნილი ყალბი ანგარიშები და ბოტები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ დეზინფორმაციას. მაგალითად წერენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში განზრახ ტოვებენ, ან მათ მიერ რესტორანში შეკვეთილ საკვებს სპეციალურად აფუჭებენ. ეს კამპანია უცხოეთიდან არის ორგანიზებული და ქვეყნის შიგნიდანაც იღებს მხარდაჭერას.
მისი მიზანი კი ჩვენი ეკონომიკისა და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება. მინდა სრულიად გულწრფელად, ღიად და ოფიციალურად განვაცხადო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენს ქვეყანაში არც ერთ ტურისტს არავინ ექცევა ცუდად, მიუხედავად მისი ეროვნებისა. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია საქართველოში, ამაში დამეთანხმება. საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა იმ ხელოვნურ პროცესებზე, რაც მისი თქმით ქვეყანაში რუსოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ კი 2022 წელს რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდა, ახალი დავალების თანახმად მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რუსი ტურისტები საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ გეგმის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სრული ჩამოშლა და ვითარების ესკალაციაა. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ეგრეთ წოდებული deep state-ის საერთო კოლგის ქვეშ. არის კონკრეტული ფაქტები, ხო, რაც ჩვენ საუბრობდით, ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ პლაჟზე დადიან ბათუმის პლაჟზე და შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებენ ვინ? ისევ და ისევ იგივე აგენტურა. ამ ახალი ტალღის მიზანიც ეს არის, რომ ხელოვნურად გააღვივონ რაღაცა კამპანია იმისათვის, რომ მიაღწიონ შედეგს და რა არის მტრების მიზანი და საქართველოში უცხოური აგენტურის მიზანი. რომ ამ კამპანიის ხარჯზე მიაღწიონ მაგალითად ტურისტული ნაკადების შეწყვეტას, საქართველოში ეკონომიკური კავშირების მოსვლას და საბოლოო ჯამში დარტყმა მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას. გარედან მართულ ჰიბრიდულ ომად აფასებენ პროცესებს მმართველი გუნდის წევრები. ქართულ ოცნებაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოს კარი ნებისმიერი ეროვნების ტურისტისთვის ღია, ხოლო ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ნებისმიერი მცდელობა ხელოვნურად შეილახოს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი სახელმწიფო ინტერესების ღალატია. 2008 წლის ომის შემდეგ რუსები ფაქტიურად საფიცარ ხატად ყავდათ. ზოგი იმაში საზღვარზე ეპატიჟებოდა, ამათი ბელადი. მაშინ ასე იყო დაკვეთა, რომ რუსების წინამდე ხმა არ უნდა ამოეღო და ჩუმად იყვნენ და დიდ ამბებს უმღერდნენ. ხოლო ეხლა უკრაინის ომის შემდეგ პირიქით უნდა შეაჩვენონ რუსეთი და ის ტურისტებს მისდევენ. და ვინმე თუ ჩამოვა, ესე იგი ფულს ხარჯავს, ამით სამუშაო ადგილი იქნება, ადგილობრივი საქმეება, ბიუჯეტი ივსება, ადგილობრივი ბიუჯეტი, ხო? ამას კიდე ებრძვიან. დღევანდელ დღეს მათი სამიზნეთ, ვინაიდან არის ამოღებული ხა ეს ტურისტები, სწორედ მიუთითებს იმას, რომ ეს სფერო ძალიან წარმატებით მუშაობს საქართველოში და მათთვის ესე წარმატებით მომუშავე სფერო ნამდვილად არ არის მისასალმებელი. მიზანი არის, რომ მოხდეს უკიდურესი დაძაბვა ხალხებს შორის ურთიერთობისა, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის, ასე ვთქვათ, გარდაუვალ ნაბიჯებს. ხილებული დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ტურისტს, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ვატირცებს, რა თქმა უნდა კარს უღებთ, მაგრამ არ უღებთ კარს მტერს, ოკუპანტს და მით უმეტეს ბოდიშლავებთ. ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია გამოძიების საგანია, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით აწარმოებს. სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა. გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მე-6 დღეა გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროკურატურაში დღეს აფხაზეთის ომის ვეტერანები გამოიკითხნენ და გია ბარამიძე სიცრუეში მორიგ ჯერზე ამხილეს. ქართველი მებრძოლები არ გამორიცხავენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პროვოკაციული განცხადება მიზან მიმართულად კონკრეტული დაკვეთით გააკეთა. ნანკო წითელაშვილი სიუჟეტი. აფხაზეთის ომის მონაწილეები წლების შემდეგ დღეს ერთმანეთს პროკურატურაში ისევ შეხვდნენ. ვეტერანები უწყებაში იმის სათქმელად მივიდნენ, რომ 13 თვე და 13 დღე მხოლოდ სამშობლოს დაცვისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. ტყვეების მიმართ კი მათი მხრიდან არათუ სასტიკი მოპყრობა, არამედ მინიმალური ძალადობის შემთხვევებიც არ ყოფილა. ქართველ მებრძოლებს ომის მძიმე დღეების გახსენება დეტალურად მას შემდეგ მოუწიათ, რაც გია ბარამიძემ ისინი ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა. 34 წლის შემდეგ გენერალ-მაიორმა გიორგი ვაშაკიძემ აფხაზეთში ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოს ან საბრძოლო მოქმედებებთან და მით უმეტეს ტყვეებთან შეხება არ ჰქონია.
როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ დაიკავა გაგრა, ძალიან ბევრი სამხედრო ტყვე ყავდათ მოწინააღმდეგე მხარეს და ამიტომ პირიქით ჩვენ ბრძანებაც კი ქონდა გაცემული, რომ ტყვე აუცილებლად უნდა აეყვანათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გადამეტებული ქმედება ესე იგი ტყვის მიმართ. ამიტომ ეს ძალიან ცუდი რაღაც თქვა, არასწორი რაღაც თქვა კი, ესე იგი ბარამიძე ჩამოდიოდა, ესე იგი იყო ხშირად თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ აფხაზეთში ჩამოდიოდა, მას არავითარი შეხება არ ქონია ამ მიმართულებაზე ტყვეებთან. მას არ მიუღია არც ერთ საბრძოლო მოქმედებაში, მე ვამბობ, მოქმედებას შეტევითი, ესე იგი ბრძოლებში მონაწილეობა, სადაც ხდება ხოლმე ტყვეს აყვანა, ამიტომ ის ვერც დაინახავდა ასეთ ფაქტს, რომ ტყვე იყო დახვრეტილი, არც არავინ ვერ მოუყვებოდა ასეთ ფაქტს, იმიტომ ასეთი ფაქტი იქ არ ხდებოდა. საგამოძიებო უწყებაში ჩვენება მისცა კიდევ ერთმა ვეტერანმა. გიორგი გელოვანი თავად იყო ტყვეების გაცვლის მონაწილე. მებრძოლმა დღეს დეტალურად გაიხსენა 34 წლის წინ ფრონტის ხაზზე გავლილი მძიმე დღეები. მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებს მითითება ჰქონდათ, რომ გასაცვლელად რაც შეიძლება მეტი ტყვე აეყვანათ. გელოვანი ამბობს, რომ თანამებრძოლებთან ერთად მან 24 ჯარისკაცის გაცვლა მოახერხა. 8 კაცით დავიწყეთ გაცვლა. ბოლოს 24 კაცი მივეცით. აი ამ თავისი განცხადებით მარტო საკუთარ როგორც პოლიტიკური სისთავი კი არ დამარხა. ეგრეს დამარხული იყო, მაგრამ საქართველოს ინტერესებს მორიგი ჯერზე უვალეთ. მე მაგალითად მისი ბოდიში არ მგონია სიტუაცია გამოასწოროს. უბრალოდ თვითონ უნდა კონდეს დარჩენილი იმდენი შეგნება, რომ არა მარტო ქართველ მეომრებს, თუნდაც 300,000 ლტოლვილ ადამიანს ბოდიში მოუხადოს. აფხაზეთის ომში, კერძოდ ოჩამჩირეში ზურგის უფროსი ვიქტორ წავა 10 თვეზე მეთხანს იბრძოდა. ვეტერანი ამბობს, რომ მას ფრონტის ხაზზე გიორგი ბარამიძე არასოდეს უნახავს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებას კი მიზან მიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ბარამიძემ ბრძოლის ველზე დამართლა არ მინახავს. აქ არის ორი ვარიანტი. ან ძალიან სულელია, რაც ეჭვმეპარებმა, ან მიზან მიმართული გაკეთებული პროვოკაციაა. ეს ბრალდება არ არის. ეს არის ცილისწავება. ყველა ძალები მოგვისინჯეს ჩვენ რაღაც ზეწოლაზე, ქვეყანას მოусინჯეს და წარმატებას და შედეგს რო ვერ მიაღწიეს, ალბათ ესეთი, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ეს არის გენოციდში ქართველების დაბრალება. იმ ფონზე, როცა ქართველი ვეტერანები გიორგი ბარამიძეს ქვეყნისა და ჯარის იმიჯის დაზიანებაში ადანაშაულებენ, ელენე ხოშტარია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ქმედებებში მხოლოდ პატრიოტიზმს ხედავს. ბარამიძის მრავალწლიან პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ეს სიტყვა არის პატრიოტიზმი. სახელისუფლებო პარტიაში კი გიორგი ბარამიძის განცხადების უკან მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟისა და სამშვიდობო პოლიტიკის დაზიანების მცდელობებს ხედავენ. ნებისმიერი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობაც კი, რომელიც საქართველოს შიგნით ან მის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ოდნავ რაღაცის იმედის მომცემი ტენდენციასაც კი როგორც კი დაინახავენ, მაშინვე ხდება ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ინტერვენციები. ეს არის მიზან მიმართულად, კარგად გააზრებულად პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. იმ დონეს ამაზე რძენი განცხადება გააკეთა, რომ ამაზე თვითონ სააკაშვილსაც კი მოუწია, რომ გამიჯნოდა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიების ფარგლებში უკვე 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა. 121 წლის 12 აგვისტო. უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღი ტრადიციულად დიდგორის ველზე თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში აღინიშნა. გაიმართა სპორტული აქტივობები, მოიწყო საგამოფენო სივრცეები და კონცერტები. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდნენ. შეკრებილების სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა. დიდგორობა 2026 სივრცლად ნუცა კოროშინაძის სიუჟეტში.
დიდგორის ისტორიული გამარჯვებიდან 905 წელი გავიდა ქვეყანა დღეს სახალხო დღესასწაულს დიდგორობას აღნიშნავს. ღონისძიება ტრადიციულად იმ ველზე გაიმართა, სადაც 1121 წელს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოხდა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დიდგორის გამარჯვება შემთხვევითობა არ ყოფილა, ის ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი იყო. დღეს ამ წმინდა მიწაზე დგომით, ქეთს ვიხრით დიდგორის შემოქმედის, წმინდა მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლისა და იმ გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს ძლევაი საკვირველი. მჯერა რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს, გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს. დიდგორობის ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ყურადღება დიდგორის გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობასა და ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ ამოცანებზე გაამახვილეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ეროვნული იდენტობის დაცვას. დღესვე დიდგორობა 2026-ის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები დიდგორის ჯვრის ორდერით დაჯილდოვდნენ. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. დღეს დიდგორობის დღესასწაულზე დიდგორის მემორიალზე გადმომეცა უწყებრივი ჯილდო დიდგორის ჯვარი. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი წინაპრების გვირულ ისტორიას. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა მიმეღო დიდგორის ჯვარი ჯილდო დღევანდელ დღეს, რადგან ეს მატებს პასუხისგებლობას როგორც წარსული წინაპრების მიმართ, ასევე დღევანდელი რეალობისა და გამოწვევების წინაშე. სპორტული აქტივობები, ტრადიციული სამოსი, ქართული კულინარია და გაცოცხლებული ისტორიული ეპიზოდები. დიდგორის ველმა დღეს ვიზიტორებს მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლა. ტერიტორიაზე მოეწყო საგამოფენო და საბავშვო სივრცეები, გაიმართა სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობა. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. დღეს ვაცხობთ კახუშოც, ვაკეთებთ ხინკალს, ვაცხობთ ხაჭაპურს, თათარას ვაკეთებთ, რომ დღევანდელ მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლოთ, ჩვენი ნახელავით გაუმასპინძლეთ. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების, როგორც ბავშვების, ისე დასრული ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, ასევე ადგილობრივი მეწარმეების, მეღვინეების, თაფლის მწარმოებლების, პურის მწარმოებლების გამოფენა. 8 მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი, წარმოადგენს თავიანთი ეთნოკუთხეები, თავიანთი ტრადიციები. საქართველოს დღეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო გამარჯვებას აღნიშნავს. 905 წლის შემდეგ დიდგორის ველი კვლავ იმ ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოა, რომელმაც 1121 წელს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ თარიღზე დიდგორის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალო პაპოიშვილის შეფასებით დიდგორის გამარჯვება, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება და თბილისის გათავისუფლება მოჰყვა, ქართული სახელმწიფოს ძლიერებისა და გონივრული პოლიტიკის სიმბოლოა. მისივე თქმით, ამ დიდებული თარიღიდან 887 წლის შემდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს სრულიად საპირისპირო რეალობა დადგა. პაპოიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ხელი წერა დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო გარანტიები არ არსებობდა, რის მძიმე შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის. საქართველოს ისტორიაში 12 აგვისტო დიდგორის გამარჯვების დღეა. 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა. 887 წლის შემდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას ასე ხშირად ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორის დღეს ომი წააგო და საქართველოს
საქართველოსთვის კაპიტულანტურ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. ისტორიამ შემოგვინახა ამ დოკუმენტის სახელით 12 აგვისტოს შეთანხმება. 12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა. ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა. დოკუმენტში არ ეწერა, რომ რუსეთი იყო აგრესორი, არ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია, არ განისაზღვრა რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა, არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ბუნდოვანი იყო, საქართველოს ვალდებულება კი კონკრეტული და ცალსახა. შედეგიც შესაბამისი დადგა. რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა. ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა. მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე. 10,000-ობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა. დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა, გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა, აშენდა Nord Stream-ის მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლომზე ვხედავდით. ამიტომ 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, სწორი სამხედრო სტრატეგიის, გმირული თავდადებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მეორე მხრივ კი ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო. დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა. სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა. ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება. ისტორია ულმობელია, რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება. დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს, დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი. მორგი განხეთქილება ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება ამჯერად პატიმარი სააკაშვილის განცხადებამ გაამწვავა, რომელმაც ყოფილი პარტნიორები უმოქმედობაში დაადანაშაულა და მათ გაყიდულები და შეშინებულები უწოდა. ლიდერის შეფასებას ეთანხმებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. სააკაშვილის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ დაშლილი ოპოზიციური ალიანსის სხვა წევრები. ნიკა გვარამია ამბობს, რომ არავისგან სჭირდება შეხსენება, როდის და როგორ უნდა იმოქმედოს. სახელმწიფო გუნდში ოპოზიციის ურთიერთბრალდებები არ უკვირთ, მათი თქმით, დაუსრულებელი კონფლიქტები მათი ოპონენტების სისუსტეზე მიუთითებს. დეტალებით სოსო ელისაშვილი. სააკაშვილი ოპოზიციას მორიგ ჯერზე უპირისპირდება და უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკური საქმიანობის ნაცვლად ისინი პლაჟზე წოლით და უცხოეთში დასვენებით არიან დაკავებული, ნაწილი კი შეშინებული ან მოსყიდულია. ოპოზიცია ზოგიერთი გამონაკლისის გარდა არ აქტიურობს, იმიტომ რომ მათზე საქმე აღძრული და ციხეში მოხვედრის ეშინიათან გაყიდულია. ან ფიქრობს, რომ თუ საქართველოს დაიცავს, ამით ჩემს წისქვილზე დაასხამს წყალს, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის. მიხეილ სააკაშვილის პოზიციასა და განწყობას სრულად იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ლიდერის საყვედური მათაც ეკუთვნოდეთ. პარტიაში ოპოზიციურ ალიანსს უმოქმედობაში ამხელენ და ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრნენ. მიხეილ სააკაშვილს სრულად ვეთანხმები ყველა სახეობა. მათ შორის შეიძლება ჩვენზეც იყოს საუბარი, მეტი აქტიურობა გვმართებს და ამაზე მუშაობთ. მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით, ინდიფერენტულობით არამხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს. ის პოლიტიკოსები, რომლებიც მაგალითად ალიანსში არიან, მაგალითად პოლიტიკურ პროცესში იყვნენ 2024 წელს. სად გაქრა ეს ხალხი, სად წავიდა? სააკაშვილს ალიანსის წევრები პასუხობენ ფედერალისტებში, ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი მის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, სადაც მთავარი გმირი თავადაა. ნიკა გვარამია კი შენიშვნებს ყოფილი ლიდერისგან არიღებს და ამბობს, რომ ის და მისი პარტიის წევრები ოფისში მუშაობენ. სააკაშვილი სამყაროს უყურებს ტელევიზორში. იმ ტელევიზორში, სადაც ეთერს თვითონ ყიდულობს, შესაბამისად რო ვერ ხედავს, ეგ გასაკვირი არ არის. მაგ კაცისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვეყანა გადარჩება თუ არ გადარჩება. თუ თვითონ არ იქნება, მისთვის ეს ქვეყანა სულ ერთია, თუ თუნდაც ქვაქვაზე უნდა რჩება. შემახსენეთ გავიდა ალიანსიდან ნაციონალური მოძრაობა. როცა მახსოვს ეგეთ. მე ჩემ თავზე ნამდვილად არაფერს არ ვიღებ და ამიტომ და აღავისგან შეხსენება. მე თვითონ და ჩემ პარტია რას ვაკეთებთ. არც პრეზიდენტი არ ვარ, ძალიან დანარჩენებით ქალაქში ვარ და მუშაობ, როგორც შეგვიძლია და შეგვიძლია. პერიოდისგან განსხვავებით.
ოპოზიციაში არსებული ურთიერთდაპირისპირებები რადიკალების სისუსტეზე მიუთითებს ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით უცხოური აგენტურის დასუსტება ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში ოპოზიციაც არ არის, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული და ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის ამ იმუნიტეტის დაქვეითების, სისუსტის გამოვლინება და ამას უკავშირდება რა თქმა უნდა სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან. მანამდე პარტიები მაინც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ამ უცხოურ აგენტურაში, ახლა უკვე პარტიის შიგნითაც აქვთ აქტიური დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა სისუსტის გამოვლინება. უცხოური აგენტურა საქართველოში არის უკიდურესად დასუსტებული. ეს არის მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შედეგი, სხვა საკონტროლო აქტების შედეგი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის ზოგადად ჩვენი პოლიტიკის შედეგი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვთ. კარდაკარ უნდა დაეწყოთ სიარული, მთელი ქვეყანა უნდა შემოევლო, თავის იდეები ეთქვათ, რაღაც სიგიჟეებს რყვებოდნენ, რაღაც აბა სად არიან? სად გადაიმალნენ? ზოგი შეიძლება ეხა ისვენებს. ზოგ სათქმელი არა აქვს. ეს არის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედი ოპოზიცია. მოხდა ამათი ილუსტრაცია. როგორ ხდება და როგორ ცდილობენ რომ ქვეყანა შემოიტანონ აურზაური ქაოსი და ამით ჩვენს ქვეყანას პრობლემები და გააშაონ. ეს არის მათი ამოცანა. სააკაშვილი არის წარსული, ცუდი წარსული ჩვენი ქვეყნის და მასთან ერთად დგომა მიუღებელია. გაიაზრეს ამ ოპოზიციურმა გარკვეულმა ლიდერებმა, ეგრეთ წოდებულმა. ამიტომაც მოთქვამს, ამიტომაც ჩივის რომ ესე იგი არ ჩანსო ფრონტის ხაზზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. იმდენი აბსურდი აკეთა ოპოზიცია სააკაშვილი დაწყებული და რა ვიცი ბოლო ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერით დამთავრებული რომ ამ აბსურდის ასე ვთქვათ ხლართებში არიან თვითონვე გახვეული. ის ჭაობი რომელიც მათ შექმნეს რაც მეც ფართხალებენ უფრო მეტად როიტყვიან ითრევს ჭაობი მათ. ოპოზიცია მოსახლეობასთან მასშტაბურ შეხვედრებს მათ შორის რეგიონებში დიდი ხნის განმავლობაში აანონსებდა, თუმცა რამდენიმე წარუმატებელი შეკრების შემდეგ წამოწყებაზე უარის თქმა მოუწიათ. პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა. მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარეძესთან ერთად დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ლევან ზაუტაშვილი დღემდე რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს 5 პირის სამართალ დამრღვევა ცნო. ზვიად ბითაძე, რომელმაც კახაკალაძეს მიაყენა შეურაცხყოფა 2500 ლარით დაჯარიმდა. ალექსანდრე ჭალიძეს ვატო გელაშვილის შეურაცხყოფისთვის 2000 ლარი ჯარიმა დაეკისრა. ელისო ბრეგაძე, რომელმაც რუსუდან შარაძეს მიაყენა შეურაცხყოფა 1500 ლარით დაჯარიმდა. ალექსანდრე ქვრივიშვილს შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ვასილ მანაგაძე კი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლების შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა. სამართალ დარღვევები შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილმა სამმართველომ გამოავლინა, რომელიც აგრესიული რიტორიკის პროვინციის მიზნით აქტიურად მუშაობს. 12 აგვისტოში ამში ჩატარდა 6 სამართალდარღვევის საქმე, 1 სამართალდარღვევის საქმე გადაიდო, 6 პიროვნებიდან 5-ის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა, ხოლო 1 გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და მოიცხადა სიტყვერის შენიშვნა. საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ქსელებში საქართველოს როლის გაზრდის მიზნით ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარება აქტიურ ფაზაშია. პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები დაიწყო. გეგმის მიხედვით ზღვის ფსკერი 18 მეტრამდე დაღრმავდება, რის შემდეგაც 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის დამცავით აღმტეხილი ააშენდება. შედეგად პორტი შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვით ამწეობის კონტეინერმზიდების მიღებას შეძლებს. სამუშაოებს მსოფლიოში ცნობილი ბელგიური კომპანია ასრულებს. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად მთავრობა ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობასაც უზრუნველყოფს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში.
პორტში, რომელმაც საქართველოს საზღვაო სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს, ფსკერის დაღრმავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს მსოფლიოში აღიარებული კომპანიის იანდენოლის გემი ახორციელებს, რომელიც საქართველოს საზღვაო აკვადორიაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. ტალღმტეხელის არხის მოსაწყობად დაღრმავებით სამუშაოებს დაახლოებით 1 თვე დასჭირდება, რის შემდეგაც აკვადორიის დაღრმავება დაიწყება. ჩვენმა ბელგიელმა ინჟინრებმა ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანიასთან ერთად უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველს საყოფად, რომ ეს პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს. სახელმწიფოს ამ პორტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს და ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც მას სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტ უნარიანები ვიყოთ. ადგილზე მძიმე საზღვაო სამშენებლო ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ობიექტის გეოდეზიური და გარემოს დაცვითი მონაცემების მოპოვება კი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და საჰაერო ლიდერ დრონების მეშვეობით ხორციელდება. აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვადორიაში იანდენულის ჯგუფის ფლოტის უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი შემოვა. შედეგად ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 18 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1366 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. ტრისტეუტეგიუნა ახორციელებს ტალღმტეხელის ძირში ნიადაგის გაუმჯობესების მიზნის შესაბამის დაღრმავებით პროცედურებს. ეს არის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძეზე ხმელეთის მხრიდან 3 მეტრამდე დაღრმავება, სადაც მოხდება ნიადაგის გაუმჯობესება ქვიშის ღორღით ჩანაცვლება. ამ სამუშაოების განხორციელებლად მას დასჭირდება დაახლოებით 1 თვე. პორტის მშენებლობა პირდაპირ კავშირშია დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს საკვანძო როლის გაძლიერებასთან, ვინაიდან ქვეყანა აქტიურად პოზიციონირებს როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი. 18 მეტრამდე სიღრმე შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის კონტეინერ მზიდების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ანაკლიის საზღვაო ნავსადგური პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. უმნიშვნელოვანესია ზოგადად ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარება და შესაბამისად ოპერირებაში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, შუა კორიდორისთვის, როგორც მოგეხსენებათ 2030 წლისთვის დაგეგმილია ტვირთბრუნვის გაორმაგება და შესაბამისად საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში იყოს სანდო და ეფექტიანი პარტნიორი. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს საქართველოს მთავრობა მსოფლიოში აპრობირებული ლენდლორდის მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის ეფექტიან ფუნქციონირებას. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად მთავრობა ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობასაც უზრუნველყოფს. საქართველოს გეოპოლიტიკური და სატრანზიტო მნიშვნელობა იზრდება საქართველოს ევროპის ენერგომომარაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს. ოფიციალურ ბაქოს სურს ნავთობისა და გაზის შემდეგ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს. ილჰამ ალიევის თქმით, ამის ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. საქართველოს სატრანზიტო ენერგეტიკული როლი კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანი ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. მთავარ მარშრუტად კი საქართველოსა და თურქეთის გავლით მიმავალ დერეფანს განიხილავს. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ევროპას უკვე აწვდის ნავთობსა და გაზს და ახლა მიზანი ელექტროენერგიის ექსპორტიცაა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი პროექტი შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელია, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მომზადებულია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებით მოვიპოვებთ წვდომას ევროპის ბაზარზე, რადგან უკვე მივაღწიეთ ევროპას ჩვენი ნავთობითა და გაზით, მაგრამ ასევე გვსურს ევროპის ბაზარს მივაღწიოთ ელექტროენერგიით. დღესდღეობით ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის და იქიდან ევროპისკენ მიემართება. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. აზერბაიჯანი საქართველოს თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ეს ოფიციალური თბილისის პოზიციაა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს განსაკუთრებულ სატრანზიტო როლს ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებმა ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში შეიტანეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანის საქართველოს თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება
მათ შორის ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, მათ შორის ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებით და წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, ექსპერტებმა შეიტანეს წყალქვეშა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ეს არის ელექტროენერგიის და ასევე ციფრული კაბელი, შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში. ანუ სადაც ექსპერტული, ასე ვთქვათ, კომპონენტი არის ჩართული, რა თქმა უნდა, ყველა ასტნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება. ნუ საბოლოო ჯამში მედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრაგმატული მოსაზრეები გადაწონის, რა თქმა უნდა ეს ასია, რასაც ბატონი პრეზიდენტი ბრძანებს, ბატონი ალიევი ბრძანებს, რა თქმა უნდა ეს ასია. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენ სამ ქვეყანას შორის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით, ჩვენი სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და რა თქმა უნდა ამას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი ენერგეტიკული თანამშრომლობა ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ფართოვდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ევროპულ ენერგობაზართან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთი, ბულგარეთის ენერგეტიკულ დერეფანზეც. ეს კი საქართველოს როგორც სატრანზიტო შესაძლებლობებს, ისე ევროპაში საკუთარი ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალს გაზრდის. განსახილველი არის ახალი ინიციატივა, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობებმა ესე ვთქვათ წამოიწყეს. ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს უკვე სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ კორიდორთან დაკავშირებით არის, რომელიც ასევე მოახდენს აზერბაიჯანში გენერირებული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით ევროპისკენ, ასე ვთქვათ წარმართვას, რაშიც რასაკვირველია საქართველოს ჯერ პირველ რიგში ტრანზიტორის როლს შეასრულებს და ასევე თავისავე გამომუშავებულ ელექტროენერგიასაც გაატარებს ევროპისკენ. ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანის მხრიდან ენერგორესურსების ევროპაში საქართველოს გავლით ექსპორტის გაფართოების სურვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს. მათი განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის, არამედ ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე მიწოდებაზეც. ექსპერტების განცხადებით, მსგავსი მასშტაბური პროექტებისათვის საქართველოს შერჩევა მიუთითებს, რომ ქვეყანა რეგიონში სტაბილურ და საიმედო პარტნიორად განიხილება. სულ ახანდელი რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ის მიზად არის არა მარტო ნავთობისა და გაზის, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიც ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით განახორციელოს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ საქართველოს არის სტაბილური საიმედო პარტნიორი თანამშრომლობისათვის, ინვესტიციებისათვის, ბიზნესის განვითარებისათვის და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ურთიერთსასარგებლო კომერციული ინტერესების რეალიზაცია, რომელიც ყველა მონაწილე მხარეს სახელმწიფოებრივ დონეზე ინტერესს უზრუნველყოფს. საქართველოს ფუნქცია და მნიშვნელობა უფრო მეტად გაიზარდა იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც არის დაძაბული ვითარება, არის საომარი მოქმედებები და შესაბამისად ჩვენ ვრჩევით ერთადერთი და უალტერნატივო ქვეყანა, სადაც სამშვიდობო პოლიტიკა არის ღიად განცხადებული, სადაც მთავრობამ განაცხადა, რომ არ იქნება ომი და შესაბამისად ინტერესი და დატვირთვა ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის ძალიან გაიზარდა. ამან მოიტანა ის, რომ ძალიან გაიზარდა თვითონ სატრანზიტო მარშრუტები. ხედავთ, რომ ახალი შესაძლებლობა გაჩნდა უკვე ენერგეტიკული მიმართულებით და აქტიურ ფაზაშია შესული შავი ზღვის კაბელის ენერგეტიკული კაბელის მშენებლობა, რაც ბუნებრივია ახალ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას. დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ადასტურებს ევროკომისიის მეტაკვლევაც, სადაც ჩვენი ქვეყანა რეგიონულ ენერგეტიკულ ციფრულ ჰაბად არის მოხსენიებული. დოკუმენტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებათ არის მოაზრებული. საქართველოში მძღოლებს შესაძლოა ავტომობილში ეგრეთ წოდებული ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დამონტაჟების ვალდებულება დაიკისროთ. ტექნოლოგიური ინოვაციის დანერგვა მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. ახალი დოკუმენტის მიხედვით სპეციალური სისტემა მძღოლს ავტომობილის დაქოქვის საშუალებას არ მისცემს, თუ მის
ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას აღემატება. გარდა ამისა, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის ფაქტების გამოვლენის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაინერგება ნარკოტიკული საშუალებების აღმომჩენის სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოები და გადამზადდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. აღნიშნული დოკუმენტი დაეფუძნა გაეროს რეკომენდაციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ეტაპობრივად შევისწავლით და ასევე დავნერგავთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას, მათ შორის აირბეგების მიმართულებით, ღვედების მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვანი სისტემების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ზოგადად საგზაო უსაფრთხოების წესრიგის განვითარებას ქვეყანაში და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევებით გამოწვეული რისკები. ეტაპობრივად გამგაცრდა სანქციები ნასვამი მძღოლების მიმართ. იმდინარე წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით 22,000 ნასვამ მძღოლზე მეტია გამოვლენილი, რომლის მიმართაც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. არაფრიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამოსავლენად და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ინტენსიურ რეჟიმში ყოველდღიურად ხორციელდება საპოლიციო ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რეკლამის დროა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. სტეფანწმინდა გველეთის ახალი გზის გაყვანა, პარკის რეაბილიტაცია, დაბა სტეფანწმინდაში და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ სნოში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა გველეთის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობა 4.5 კილომეტრიანი სიგრძის ორზოლიანი გზის 2 ხიდისა და 2 გვირაბის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შედეგად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაიცნო. დეტალებით მარიამ რატიანი. ყაზბეგი მასშტაბური საგზაო, სარეკრეაციო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების ეპიცენტრია. სულ მალე მუნიციპალიტეტს სტეფანწმინდა გველეთის ახალი 4,5 კილომეტრიანი ორზოლიანი გზის ფარგლებში საქართველოში ყველაზე გრძელი 2 კილომეტრიანი საავტომობილო ხიდი ექნება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქვეშეთი კობის 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოდერნიზების სამუშაოებიც. მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები რევაზ სოხაძემ ადგილზე მოინახულა. გველეთი ლარსის საგზაო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც შედგება 2 გვირაბისაგან და 2 ხიდისაგან. კონტრაქტი აქტიურ ფაზაში არის და ჩვენ აღნიშნული გზის მონაკვეთს უკვე დავასრულებთ 2028 წლის ზაფხულში. გამოცხადდება ქვეშეთი სტეფანწმინდის მონაკვეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი. მოსახლეობა ასევე ტრანზიტული ტვირთები ისარგებლებენ ახალი 4,5 კილომეტრიანი გზით, რომელიც გვერდს აუვლის სტეფანწმინდა გველეთის ურთულეთ მონაკვეთს და გადაადგილებას გახდის როგორც სწრაფს, ისე მარტივს და რაც თავარია უსაფრთხოს. ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო სოფელ სნოში მიმდინარე საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებსაც. საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ნაგებობას, რომლის კედლებშიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სწავლობდა, პირვანდელი იერსახის შენარჩუნებითა და ისტორიული შენობის მასალის გამოყენებით ახალი ნაგებობა ჩაანაცვლებს. ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და მისი
თხოვნით ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში, სკოლის, რომელიც მრავალი წელი არის, რომ იყო ასე ვთქვათ, ავარიულ მდგომარეობაში, გადაწყდა, რომ ამ სოფელს, ამ რაიონში, ამ სოფელს სნოში იყოს თანამედროვე სტანდარტები. რევას სოხაძე ადგილზე გაეცნო დაბა სტეფანწმინდის პარკის რეაბილიტაციის პროცესსაც. თითქმის 37,000 კვადრატული მეტრის მქონე ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, წყლის სარკეები, საფეხმავლო ხიდები, განათებები და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. შევხვდით კონტრაქტორ კომპანიას, ჰქონდა გარკვეული ხარვეზები ხარისთან დაკავშირებით, თუმცა გავიარეთ დეტალები და ახლოს დღეებში განახლდება სამუშაოები. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს, როგორც სატრანზიტო, ისე ტურისტული თვალსაზრისით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო პროგრამებით შექმნილი საწარმოები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა. დავით სონღულაშვილი რეგიონში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგეგმილი პროექტები განიხილა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების გაზრდა და მეტი ქართული პროდუქტის შექმნა, რაც იმპორტის ჩანაცვლებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. სოფლის განვითარება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით წლებია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არაერთი აგროსაწარმო სახელმწიფო მხარდაჭერით ვითარდება. რეგიონში არსებულ საწარმოებსა და ინფრასტრუქტურას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეცნო. მინისტრმა წეროვანში მეფრინველეობის ფერმა, ხოლო მუხრანში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ სხვადასხვა წარმოებებს, ბაწინაში არსებულ გამოწვევებს, იმ შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს, რადგან კიდევ უფრო მეტად განვითარდეს რეგიონები, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს მუნიციპალიტეტები, რადგან ზუსტად ასეთი წარმოებები ქმნიან შესაძლებლობას მუნიციპალიტეტების და რეგიონის სიძლიერის. ეს საწარმოები პრაქტიკულად ყველა განვითარებულია სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად და მეტი მხარდაჭერა იგეგმება ამ მიმართულებით და ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია განვითარებისათვის. ავაშინე ფერმები, ყავს 100,000 წიწილას ვაწარმოებთ, კიდევ საჭმლის გადამამუშავებელი ქარხანა. მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი წარმოების კიდევ ერთი მიმართულება ლოკოკინის გადამუშავება. საწარმო ტიმეო ლოკოკინის ხორცსა და ნიჟარა საწარმოებს. კომპანიის პროდუქციის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი საფრანგეთია. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად რეგიონში ბიომეურნეობებიც ვითარდება. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მინისტრმა სოფელ მისაქციელში ბიომარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობაც მოინახულა. პროექტები რაც ეხა ჩაეშვა წარმოებაში, ასე ვთქვათ, ვთვლი რომ აბსოლუტურად მორგებულია იმ რეალობას, რაც ზოგადად ჩვენ სოფლის მეურნეობას სჭირდება. დღემდე ვრჩებით ერთადერთ ქარხანად მთელ ამიერკავკასიაში. შესაბამისად, გამოწვევები, როგორც არის კაპიტალის მოზიდვის, თვითონ ნოუ-ჰაუს შესწავლის და ამ ყველა მიმართულებით იყო ძალიან რთული, რაშიც მაშინდელმა სახელმწიფო დახმარებებმა ძალიან დიდი ხელი შეწყობა იყო სახელმწიფოს მხრიდან. რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით განვითარებული საწარმოები ტრადიციული პროდუქციის წარმოებასაც აერთიანებს. მთიანეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება მათ შორის დამბალხაჭო და კარაქი. მიხარია რომ შევძელით დამბალხაჭოს პოპულარიზაცია და ფართო მასებისთვის უფრო ცნობადი გავხადეთ, მოთხოვნადი გავხადეთ და ბევრ ობიექტს ვაწვით უკვე როგორც ეტიკეტირებულ რესტორანსაც, მაღაზიასაც. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ რეკრეაციული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიაზე მოწყობილია ვიზიტორთა ცენტრი, დასასვენებელი და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე 55 კილომეტრამდე საფეხმავლო ბილიკების ქსელი. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა დაცულ ტერიტორიაში იყოს შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ვიზიტორებს და იყოს შესაძლებლობა, რომ იმ უნიკალურ ბუნებას და გარემოს, რომელიც საქართველოს აქვს, ავაჩვენოთ ჩვენს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამთვალიერებლებს. სოფლის მეურნეობა რჩება იმ დარგად, რომელიც არამხოლოდ რეგიონების განვითარებას, არამედ მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს ყოფასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.